მეგობრებო, როგორც პეტერსონი ამბობს, ადამიანი იმას ბევრად მეტია ვიდრე არის და რეალურად ის არის მისი პოტენციალი და რაღაც თვალსაზრისით ეს ყველაფერი მართლაც ასეა. ის რისი გაკეთებას ადამიანს შეუძლია, უფრო რეალური შეიძლება იყოს, უფრო რეალური მე შეიძლება იყოს, ვიდრე ის რაც ჩვენ ამ მომენტში ვართ. ამას ფსიქოლოგიაში კიდე შეიძლება ეწოდოს იდეალური მე, უბრალოდ იდეალური მე მაინც ცოტა უფრო სუბიექტურია, მე როგორ აღვიქვამ იმას, რაც მინდა რომ გავხდე, რაც რეალურად შესაძლოა ჩემი პოტენციალის პირიქით რაღაც დაუნგრეიდი იყოს, ანუ უფრო ჩამოქვეითება იყოს ჩემი რეალური პოტენციალის და არა ის, რაც მე მაქსიმალურად შემიძლია გავაკეთო და მივაღწიო. და ძალიან საინტერესო კვლევებია ამასთან დაკავშირებით, რაც არის და არაერთი კვლევა ამასთან დაკავშირებით. უფრო დეტალურად ეს საკითხი შეიძლება მის სალექციო კურსებში გაიხილოთ, უფრო რთულად საუბრობს ამ ყველაფერზე. თუმცა ორი საინტერესო კვლევა შეგვიძლია განვიხილოთ და ზოგადად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ როცა ადამიანი იწყებს გაზრდას, განვითარებას, მას შეუძლია რომ შექმნას თვითონ ჩვენი ტვინი არის მოწყობილი ისე, რომ რაღაც ქმედებებთან დაკავშირებით აკეთებს ასე ვთქვათ ეკონომიას. ანუ პირდაპირ გამოაქვს რაღაც ჩვევა. აქ შეგვიძლია ვახსენოთ ორი დიდი ფსიქოლოგი. პირველი ეს არის მთლიანად თეორიული ჩარჩო შეგვიძლია ვახსენოთ, ანუ პავლოვის და მისი მიმდევრობის, რასაც ეწოდება ოპერანტული განპირობებულობა და მანამდე კლასიკური განპირობებულობა, რას ნიშნავს ეს? ანუ როდესაც რაღაც სტიმული არის, ჩვენ ავტომატურად ვახორციელებთ რეაქციას. ეს შეიძლება იყოს ძალიან ბიოლოგიურ დონეზე, ძალიან რეფლექსურ დონეზე, მაგალითად, როდესაც მე ვხედავ საჭმელს, მომდის ნერწყვი, ხო? ანუ სტიმული თავისთავად იწვევს რეაქციას. ამ შემთხვევაში სტიმული არის საკვები და რეაქცია არის ნერწყვის გამოყოფა. მაგრამ ეს ყველაფერი მე შეგვიძლია დავინახოთ სხვა ყოველდღიურ ურთიერთქმედებებში. მაგალითად, თუ არის ღამე და შევამჩნიეთ მარტო ვართ ქუჩაში და შევამჩნიეთ რაღაც შავებში ჩასმული მომავალი ადამიანი, ეს შესაძლოა ჩვენს ტვინში იწვევდეს შესაბამის ფიქრებს, რეაქციებს, რომ მაგალითად შესაძლოა მოველოდეს საფრთხეს და ანუ არა მხოლოდ ფიზიოლოგიური მზადება, ეს ჩხუბის გაქცევის და გაყინვის რეაქცია, არამედ აზრებით შესაბამისი შემოგდის, ხო? ანუ რაღაც სტიმული რო დავინახეთ, შესაბამისი რეაქცია გვაქვს. ან იგივეა მაგალითად დასჯა, ხო, რასაც ქვია, რომ მაგალითად როცა ადამიანს სჯი ან ბავშვს სჯი, ანუ ამ დროს შესაძლოა მოხდეს ისე, რომ ამ ყველაფერს აკეთებ, იმიტომ რომ რაღაც ქცევა შეუზღუდო, ხო? და ანუ როცა მოუნდება ამ ქცევის განხორციელება, შემდგომში აღარ გააგრძელოს ეს, ან მაგალითად განმტკიცება, რაღაც ჯილდოს გადაცემა. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ დიმიტრი უზნაძე განწყობის თეორია, ხო, აბსოლუტურად იგივეა, მთლიანად მოიცავს აი ამ ყველაფერს და კიდევ უფრო ბევრი სხვა რაღაცაც არის. აქ უბრალოდ განწყობა რა არის? ანუ მე მაქვს რაღაც ობიექტური მოთხოვნილება, ობიექტური სურვილი. შემდგომ ვიხედები გარემოში, როგორ შემიძლია დავიკმაყოფილო ეს ჩემი სურვილი და ამის შესაბამისად მე რამ სურს და გარემოში რა მდგომარეობაა, გამოდის ქცევა. შემდგომში, როდესაც იგივე სიტუაციაში აღმოჩნდები, მე უკვე პირდაპირ შემიძლია ზედმეტი ფიქრის და სჯაგანსჯის გარეშე გამოვიტანო ქცევა. ასე ეწყობა ჩვენი პიროვნებაც, ხო, რაღაცები არის სასარგებლო რჩევები, რაღაცები არის სასარგებლოდ და ჭკვიანურად განპირობებული, მაგრამ რაღაცები არის შემთხვევები, სადაც უკან ვიხევთ, სადაც ჩვენ თავს არ ვავითარებთ, სადაც არ ვიცი, რაღაც თვითდამაზიანებელი ქცევები გვაქვს ჩამოყალიბებული. როდესაც იწყებს ადამიანი ახალი ქმედებების განხორციელებას, ეს განწყობა, უზნადისეული განწყობა, რომ ჩამოვიყვანოთ აი ძალიან ბიოლოგიურ დონეზე, ეს შეგვიძლია ნეირონების დონეზეც ავხსნათ და ამ ყველაფერს შევხედოთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს ჩვენი ჩვევები ნეირობიოლოგიურ დონეზე არის გადაწყობილი შესაბამისად ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური ცვლილებები. არ ვფიქრობ, ყველაფერს თავისი ქიმიური ბექგრაუნდი აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მთლიანობაში რაღაც ჩვენი ფსიქიკური პროცესები სომატურადაც მიმდინარეობს ჩვენს სხეულში. შესაბამისად, როდესაც ადამიანი იწყებს ახალი ქცევების გამომუშავებას, ახალი ქცევების განვითარებას, ახალი ინფორმაციის შენახვას და ინტეგრირებას, აი ამ შემთხვევაში იწყება ის პროცესი, რასაც ქვია ახალი ნეიროგზების შემუშავება, ახალი ჩვენი ტვინი გადაიწყება ყველანაირად, სხვანაირად, რაც შესაძლოა
რეალურად იმ მომენტში ერთადერთი ვიტალური, ერთადერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი გამოსავალი იყოს. მადლობა ყურადღებისთვის.